სარიაში გაკეთებული. მე-15 საუკუნის დასაწყისში ეს კოშკიც მაშინ არის აშენებული. დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში უნდა გამოგზაუროთ და აუცილებლად უნდა გაჩვენოთ ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა. ეს გახლავთ ასტრონომიული საათი, რომელიც 1410 წელს ქალაქის მოედანზე დაიდგა. ყველაზე ცნობილი ამბავი საათის ოსტატს ანუშს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, როგორც კი მან მუშაობა დაასრულა, ქალაქის მესვეურებმა იგი დააბრმავეს, რადგან არ სურდათ, რომ მსგავსი შედევრი სხვაგანაც აღმართულიყო. აქედან მოყოლებული საათი გაუჩერებლივ მუშაობს და იგი შეიძლება ითქვას, რომ შუა საუკუნეების ნამდვილი კომპიუტერი არის, რადგან ერთდროულად გვიჩვენებს მზის და მთვარის მდებარეობას ჰოროსკოპის ნიშნებში, აგრეთვე ძველ ბაბილონურ დროს, ძველ ჩეხურ დროს და ვარსკვლავურ დროს. საათის გვერდებზე წარმოდგენილი არის ალეგორიული ფიგურები, რომლებიც განასახიერებენ ადამიანურ სისუსტეებს. მაგალითად, სანახაობა იწყება იმით, რომ ჩონჩხი რეკავს ზარს, რაც სიკვდილს განასახიერებს. ამ პარტავნებას წარმოაჩენს კაცი, რომელიც სარკეში იღურება. ვნებას თურქი პრინცი განასახიერებს, ხოლო სიძუნწეს კი ვაჭარი ფულის ქისით. საბოლოოდ კი სარკმელში უნდა ჩაიაროს 12-მა მოციქულმა ზარების ხმაზე და ბოლოს სანახაობა სრულდება მამლის ყივილით, რომელიც ახალი დღის დასაწყისს განასახიერებს და ბოროტის სულების განდევნას. მიუხედავად იმისა, რომ საათის შექმნას ასეთი დრამატული ლეგენდა უდევს საფუძვლად, მე პირადად დიდად ვერ მოვიხიბლე ამ სანახაობით, თუმცა თქვენ აზრსაც ძალიან დიდად დამავალებთ თუ გამიზიარებთ კომენტარებში, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ ერთხელ აუცილებლად მოინახულოთ ეს საათი აქ ყოფნისას.